სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს დღეს არის ხსენება წმინდისა იაკობისა რომელიც იყო ძმა იოანე ღვთისმეტყველისა. იოანე ღვთისმეტყველი იყო ძალიან ხშირად ამბობს მაცხოვარზე რომ და თავის თავზე რომელიც უყვარდა იესოს. მართლაც იოანე ღვთისმეტყველი არის სიყვარულის მხადაგებელი და ადამიანმა რომ მთელი თავისი სიცოცხლე იფიქროს და სწეროს თუ რა არის სიყვარული ის ვერ შეძლებს ახსნას ეს საიდუმლოება ისევე როგორც ადამიანი ვერ შეძლებს ახსნას ვინ არის ღმერთი და რას წარმოადგენს ღმერთი. წმინდა სპირიდონმა თქვენ იცით აუხსნა ხალხს მაგალითზე აუხსნა სასწაულით აუხსნა ხალხს თუ რას წარმოადგენს ერთი ღმერთი და ამავე დროს წმინდა სამება. მან აიღო აგური მოუჭირა ხელი და მაღლა ავიდა ცეცხლი მასა აგურისა დარჩა ხელში და დამლა ჩავიდა წყალი. ერთი აგური იყო და ამავე დროს ცეცხლი მასა და წყალი. ესე უბრალოდ ახსნა. ასევე არის კიდევ ასეთივე უბრალო ახსნა. მზე შუქი და სითბო და სინამდვილეში ეს არის მთლიანი მზე. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს რომ ღმერთი არის სიყვარული. საოცარია ეს სახელწოდება. მე ვფიქრობ რომ არავის არ უწოდებია ღვთისთვის ასეთი ზუსტი სახელწოდება როგორც იოანე ღვთისმეტყველმა ბრძანა და ეს სიყვარული ამოძრავებს ადამიანს ეს სიყვარული ქმნის ჩვენში ფერისცვალებას ეს სიყვარული გარდაქმნის ადამიანს ეს სიყვარული პატიობს შეწოდებებს როცა ადამიანი რაღაცას აშავებს სიყვარული აღემატება ყველაფერს უსიყვარულოდ არაფერი არ არის არც სახლი არც ადამიანი არც მცენარე არაფერი არ არის უსიყვარულოდ. ჩემთან იყო ერთი ჯგუფი და ერთმა ხალბატონმა თქვა ლექსი რომელიც ისე ჩამწვდა გულში რომ მე მინდა გითხრათ რა თქვა იმ ხალბა. იქ იყო ლაპარაკი
საქართველოს სიყვარულზე და სამშობლოს სიყვარულზე და მან წარმოთქვა ასეთი სიტყვები: მე გულში მტკივა საქართველო, გულში მტკივაო. ეს აი ასეთი სიტყვები მე ჯერ არ გამიგონია. იტყვის ადამიანი გულით მიყვარსო ან რაღაც, აი გულში მტკივაო. აი ეს სიყვარული იმდენად ძლიერია მასში, რომ გულში სტკივა სამშობლო საქართველო. და მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სიყვარულით და ჩვენ მადლობთ უფალს დიდი წყალობისათვის. აი გულში გამოეცა ერთმა ბავშვმა, ერთი 7-ისა თუ 10 წლის ბავშვი იყო და მე რომ გავდიოდი წუხელსაღამოს, მე ვერ დავინახე ის და ვერ დავიოცე და რომ გავიარე, მან დაიწყო ტირილი, მე დავრჩიო და ისე ტიროდა ცრემლებით. მე გავგონე ეს ტირილი და მეუბრუნდი და დავიოცე და მე მთხვია პანახიაზე და ყვერთხსაც ემთხვია. აი ბავშვია და უკვე ასეთი სულიერი სიყვარული აქვს ღვთისა, ეკლესიისა, სასულიერო პირებისა და ეს არის უდიდესი მადლი და უდიდესი ჯილდო უფლისა ჩვენთვის. შევთხოვ ღმერთსა, რომ უფალმა გააძლიეროს სიყვარული ჩვენში. სიყვარული თუ გვექნება ჩვენ, არავითარი მტერი ვერ დაძლევს საქართველოს. დავოცვილი და გახარებული იყავით, ჩვენთან არის ღმერთი. დღეს ჩვენთან თანამწირველი იყო ერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსი მელქისედეკი. ჩვენ ვილოცავთ ერეთის ეპარქიას. აქ ხალხია ჩამოსული, დავოცვილი იყავით და გახარებული და ღმერთმა ინებოს თქვენი კეთილი ცხოვრება, თქვენი კეთილდღეობა, დავოცვილი იყავით. ხერეთში იმოღვაწეებს მდელმონოზონი დემეტრე თეთრუაშვილი. იგი აყვანილია, დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს. აქსიოს. დღეს ვლოცავთ ჩვენ რუსთავის სკოლას. დღეს ილოცება ქალაქ რუსთავის სკოლა, კარცერ ლუქსი ადამიანი, დირექტორი ლალი ნემსაძე. ასევე დღეს ილოცება საქართველოს ექთანთა ასოციაცია. და დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს. ჩეკურიშვილები და ჩეკურაშვილები,
ჯანგირაშვილი, ბრძანდება მიტროპოლიტის სერგი ჩეკურაშვილი. გილოცავთ თოქმაჯიშვილები და თოქმაძეები, ბასიაშვილები, ნიკოლიშვილები, ცუცქირიძეები, შავლიაშვილები, ციხისელები და ჯოლოხავები. ღმერთმა დაგვეცოთ, ღმერთმა გაგამრავლოთ, ღმერთმა მოგცეთ ჟანი, საღი და სულიერი წინსვლა და ფიზიკური წინსვლა, დაგოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაცაცია. თქვენ იცით, რომ გარდაიცვალა მამა ივანე გვაჯაია და დღეს არის მისი დაკრძალვა ნახულბაქევის იღომის რეგიონში. ღმერთმა ნათელში ავყოფოს მისი სული.